დიდმოწამე ბიზინა ჩოლოყაშვილი და მოწამენი ელიზბარდა შალვა ქსნის ერისთავები. იმატა შინაურ მტერმა ანარქია ძვინვარებდა და ქართველებს წესად ექცად ქართველთა გაყიდვა ტყვეთა. ვაი უბეს მოწყვეტილნო, უბედური დედი შვილნო, ვაი ცარიელო კერავ, ყრმარ დარბი შენს გულს ჯერაც. ვაი ფულზე გაყიდულო, უდედოდ დამწუხრებულო, ყრმად ნაყიდო ქართველებო, ასულებო და ვაჟებო, გამუსულმანებულებო, ყრმად ყმა მომსახურენო, ხარჭად შეურაცხყოფილნო, ან მეცხრე ცოლად ყოფილნო. ვაი გმინვავ ტყვეებისას, მონატრებავ დედებისას, ვაი გატეხილო ღამევ, ცხარე ცრემლები რომ ღვარე, ვაი იმ ძილს უსიზმროსა, რომ ვერ ნახავ სამშობლოსა, ვაი იმედს დაკარგულსა, დაჭრილ გულსა დაჩაგრულსა, ვაი დაარბეულ ტაძრებსა, შეურაცხყოფილ ხატებსა, ჩამოფხეკილსა, ფრესკებსა, რასაც არ ქმევდნენ მეჩეთსა, ვერ მძლეվել აღმოუჩნდით მტრისა, განა ვაჟკაც სიმხდალისად, როგორც გვშვენის ჩვენ კი დავხვდით, მაგრამ მტერთან ვერას გავხვდით. რიცხობრიობისა გამო მტერი გვძლევს, რადგან გვჭარბობს, ვერ იგერიებდა ხალხი, ხან ვჯობდით, ხან იყო მარცხი. ყოფნა არ ყოფნის წინაშე იდგა კახეთი ყირაზე, გაეწყვიტათ ქართველს გენი, გამრავლებულიყო მტერი. მოედო კალიასავით, ხიზანი კახეთსა სპარსნი, უცხო ტომისა და რჯულის, ველურ ბუნების და სულის. ელვასავით გვესხმევოდნენ, ოჯახებში გვეჭრებოდნენ, სოკოსავით სახლდებოდნენ, კურდღლებივით მრავლდებოდნენ. უსჯულოთ აგარიანთა, მოიმძლავრეს სრულიადა, წმინდა ეკლესია გაყვნეს, ბოროტებით ვეღარ გაძღნენ. კახეთ ხსენება არ იყო, ქრისტე იყო თუ არ იყო. მოიძინა ღვთის სახელმა, წვლილი შეიტანა მტერმა. თუშ ფშავ ხევსურს, ვითარ მუდამ, ღვთიური სიწმინდე სურდა, ღმერთი, ხატი ადათ წესი, მკვდარი, ცოცხალი და ღმერთი. ვით რთულ დროს ხალხისგან ითქვა, დედაშვილს ხელში არ იყვანს, ისე იდგა საქმე ჩვენთან, დაგვცა რიცხვით ზეჭარ მტერმა.